დღეს ტამიშის ბრძოლის 32 წლის თავია. გმირთა მოედანზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები გაიხსენეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ტამიშის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, თუ როგორ უნდა ემსახუროს საქართველოს, მათ იდეის გამო, იმ იდეის გამო, რომ საქართველო იყოს ერთიანი, გაწირეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე და მიუძღვნეს ჩვენს მომავალს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც ეს ადამიანები ჩვენ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს შეეწირნენ, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი. ღმერთმა თითეული ის გმირი გაანათლოს, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვთხოვ შენდობას, რომ ჩვენ ცოცხლები გადავრჩით და მათი სული გაანათლოს ღმერთმა და ჩვენ აღმატებულ მოწინააღმდეგეზე უფრო მეტად ჩაუქები გამოვდექით და ის ბრძოლა ფაქტობრივად ჩვენ სასარგებლოდ იმით შემოვატრიალეთ, რომ არ მივეცით მოწინააღმდეგეს ხანგრძლივად დაკავებული ტერიტორიაზე გამაგრების საშუალება. ძალიან მოსაგონია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ასეთი შემოტევა აფხაზეთის ომში არ ყოფილა, იმიტომ რომ შემოვიდა წყალქვეშა გემი, კრაისერი, ზოგიერთ დანახსა ყავდა წყალქვეშა გემი მაშინ და ძალიან გაგვიჭირდათ, მაგრამ ამით მოვიგერიეთ ხალხი და ძალიან ტკივნეულია ჩვენთვის 300 მეთრი დაიღუპა ჩვენი და ეს უფრო დიდი ზარალი მიადგა.